მოგესალმებით მეგობრებო, მე მქვია და თქვენ მოხვდით ჩემ არხზე. დღევანდელი ვიდეო არის სამზარეულო და რადგან დღეს დავცადოთ TikTok-ის რეცეპტები, ასე რომ დავიწყოთ. ესე იგი ვიღებთ 3 კვერცხს. ვიღებთ ტაფას, ვდგავთ გაზზე და ვაცხელებთ. გაცხელების შემდეგ ვასხავთ ზეთს, მაგრამ არა იმდენს, რამდენიც მე დავასხე, იმიტომ რომ ასეთ შედეგს მიიღებთ. და შემდეგ ვცდილობთ მის აბადრეალებას. ოიბე. ნუ დამეშალა, მაგრამ არა უშავს. ზემოდან გემოვნებით, რა თქმა უნდა, ვაყრით ყველს. აი, ასე გამოიყურება შიგნიდან. ცუდი არ გამოვიდა ნამდვილად, მართალია დამეშალა, მაგრამ გემო მაინც კარგი აქვს. და ვფიქრობ, რომ საუზმეზე ძალიან კარგია 3 წუთიანი საუზმე გამოგვივიდა. ჩვენი შემდეგი რეცეპტისთვის გვჭირდება მოზრდილი ზომის ჭიქა, მაგი, მე მაქვს Starbucks-ის ჭიქა და ამას ავიღებ. ვდებთ ორეოს და აქ ვასხავთ რძეს. და ჩანგლით უნდა ჩავფშვნოთ ეს ორეო შიგნით. ვფიქრობ, რომ ორეოს დავამატებ, იმიტომ რომ ბევრი რძე მომივიდა. შევდგათ მიკროტალღოვანში 15 წამით. მზად არის და ვნახოთ რა გამოვიდა. და მოვიდა გასინჯვის მომენტი. ეს გემრიელია. ზუსტად ისეთი გემო აქვს, როგორც წარმოგიდგენიათ. ორეორო ჩაალბოთ რძეში. ცუდი არ არის. ესე იგი, შემდეგი რეცეპტი, რომელსაც ახლა ვცდივ, შემდეგ რეცეპტს ქვია cookie dough. ამიტომ, ხო, დავწყოთ. Rinse your beans. Beans in a blender. 1/4 cup of peanut butter. 2 teaspoons of vanilla. 3 tablespoons of almond flour if we're going gluten-free. And 2 tablespoons of Aunt Jemima. Pop it on your blender because it's party time. ვიღებთ ბარდას. აუცილებლად ვრეცხავთ. და ვამატებთ ყველაფერს ისე, როგორც ვნახეთ ვიდეოში. სულ ეს არის, რაც გვჭირდებოდა ამის გასაკეთებლად, ასე რომ ეხლა ვნახოთ რა გამოგვივა. მიქსერში კარგად ვერ მომზადდა, ამიტომ გადავწყვიტე დამემატებინა წყალი, რის გამოც მივიღე ასეთი შედეგი. გადავწყვიტე შემედგა მაცივარში იმისთვის, რომ გამკვრევებულიყო. აშკარად იმაზე თხელი გამომივიდა, ვიდრე უნდა გამოსულიყო, რადგან წყალი დავამატე, მაგრამ მაინც გავსინჯოთ, როგორი გამოვიდა. That's really good. You know? ძალიან გემრიელია. თუ არაქისის კარგი გიყვართ, განსაკუთრებით ეს რეცეპტი არის თქვენთვის და აუცილებლად სცადეთ გაკეთებათან, ძალიან მარტივია. ოღონდ წყალი არ დაამატოთ ჩემსავით, იმიტომ რომ ძალიან თხელი გამოვიდა. არ გამოვიყენებ დიდი ზომის ჭიქას, გამოვიყენებ დაახლოებით აი ამ ხელას, რომელსაც აწერია Love you every day. და ეს უნდა შევდგათ მიკროტალღოვანში 2-3 წუთის განმავლობაში. ვნახოთ რა გამოვიდა. უნდა დავამატოთ 2 სადირისკოვზი რძე. Oops. და შევდგათ ისევ მიკროტალღოვანში. საკმაოდ გემრიელად გამოიყურება. მოვიდა გასინჯვის მომენტი, ვნახოთ რა გამოვიდა.
სიმართლე რომ თქვა, ცოტა უმია, ამიტომ თუ არ დაგეზარებათ, ისე უჩვეულებია მოხარშოთ და ისე გააკეთოთ ყველიანი მაკარონი. მადლობა მეგობრებო იმისათვის რომ მიყურეთ, იმედი მაქვს მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო. თუ გექნებათ სურვილი რომ კიდევ გადავიღო TikTok-ის რეცეპტების ვიდეო, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში და გამოიწერეთ ჩემი არხი. ხო, დღეისთვის სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე.